მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს პირველზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. მართალი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართავს. ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე იმ პარტიების ჩამონათვალს, რომლის საქმიანობის აკრძალვასაც სახელმწიფო გუნდი მოითხოვს, პარტია ფედერალისტები დაემატა. თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო 3 პარტია: ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო. ახალ საკონსტიტუციო სარჩელში ამ 3 პარტიასთან ერთად იქნება ფედერალისტური პარტია. ახალი საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი ფედერალისტების 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან გაერთიანება და მათი სტრატეგიული მიზნების გაზიარება გახდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სარჩელში მითითებულმა 4-ვე პარტიამ საკუთარ ამოცანად დასახეს, რომ არჩევნების დელეგიტიმაცია და კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება მოხდეს. ერთადერთი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც მოიტანს შედეგს და ჩვენ მოვიმუშაოთ ამაზე. ქართულმა ოცნებამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. ჩვენ დღეს მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ჰქონდა შეტანილი და მიმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზდით პარტიების რაოდენობას, კერძოდ თუ კი ჩამონათვალს, კერძოდ თუ კი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო 3 პარტია: ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ლელო. ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ 3 პარტიასთან ერთად იქნება ფედერალისტური პარტია. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიების, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამ თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ ასე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსში ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის 3 ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის 3 მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოს. შესაბამისი ხელმოწერები უკვე გაკეთებული არის სარჩელზე და იმავდროულად მიმდინარეობს ამ ხელმოწერების დადასტურების პროცესი. ეს არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილება. დღეს მოიხსენებათ, რომ არის საპროცედურო კომიტეტის უსწრება ჩანიშნული და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი იქნება ეს საკითხი, რომელზეც ასევე იქნება მსჯელობა და თუ დადასტურდა ეს ხელმოწერების ნამდვილობა, უკვე ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ მიმართვიანობა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. Deep State-ის გეგმები და მათთვის არასასრული დაუმორჩილებელი პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების მოშორების გეგმა. ფილოსოფოსი ზაზა შათრიშვილი ოლიგარქიული ოჯახების გეგმებზე ვრცელ წერილს აქვეყნებს და უნგრეთის არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხებას Deep State-ის კარგად გათვლილ სცენარს უწოდებს. მისი შეფასებით, სწორედ ამ სცენარის ნაწილი იყო გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული შტატების ადმინისტრაციის ორბანის გვერდში დგომა, რომელიც სინამდვილეში კონტრპროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული. ორბანის მოშორების შემდეგ შათრიშვილის მტკიცებით, ოლიგარქიული ოჯახები საქართველოს შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ, რომ ქვეყნის სათავეში მათ მიერ კონტროლირებადი მარიონეტები მოიყვანონ. შათრიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ზეწოლა ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ ფონზე ფილოსოფოსი კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან აზიანებდა ქვეყანას. ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღია დაუფარავად ემსახურება Deep State-ის ინტერესებს.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და ასევე ვრცლად ვისაუბრი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც თულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრპროდუქტიული შედეგისთვის იყო გამისნული. ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც წერილში იყო აღწერილი. ორბანმა სასტიკად წააგო, რამე თუ გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გვერდში მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა. ცხადია, სწორედ მსგავსი სცენარი იყო გათვლილი Deep State-ის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე გლობალური ომის პარტიის მხრიდან და ძალიან დასანანია, რომ ორბანს არ იყო პოლიტიკური და რაციონალური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის ტრამპის მიერ თავს მოხვეული გეგმა მისთვის უნგრულ ვატერლოოდ არ გადაქცეულიყო. ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავისთავად კი მისთვის დავალებების მიმცემ ოლიგარქიულ ოჯახებს ორბანის თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული, არ დაუმალავს დონალდ ტრამპს. არჩევნებში დამარცხებისთანავე მან ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია და ისეთი კმაყოფილებით ჩარეცხა, წარბიც კი არ შეუხრია. პარალელურად ახალი პრემიერი შეაქო და მასთან პროდუქტიული თანამშრომლობა დააანონსა. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები. არსებობენ მხოლოდ მორჩილი და დავალების შემსრულებელი მარიონეტები, ხოლო ურჩ-მოთამაშეებს, რომლებიც Deep State-ის გეგმებს ვერ გაშიფრავენ და მათ ხაფანგებს ვერ გაუმკლავდებიან, სწორედ ორბანის მსგავსი ბედი ელოდებათ. ახლა კი ქართულ კონტექსტს და ჩვენს ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ. ცხადია, უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და მათ მითითებებს დაუმორჩილებელი ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახების საქართველოს შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ. თამამად შემიძლია ვთქვა და პასუხი ვაგო საკუთარ სიტყვებზე, რომ დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული. ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც ლოგიკური თვალსაზრისით კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად დაუფარავად ემსახურება Deep State-ის ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე Deep State-ის მოქმედების ფორმულა და ამიტომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო. მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათთამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს. საბედნიეროდ მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინტელი დღის. გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოსზე. რაც შეეხება კრიმინალი პოლიტიკოსების განეიტრალებას, პარტიების აკრძალვას და ღიად მოღალატე მტერთან კოლაბორაციონისტი ფიგურების სამართლებრივ სასჯელს. ეს ნაბიჯი გლობალური ომის პარტიას მცირედითაც კი ვერ შეუშლის ხელს. ოლიგარქიული ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც საბოლოოდ რევოლუციით და კანონიერი ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულდეს, ხოლო ამ გზას რომელი მარიონეტის ხელით გაივლიან, მათთვის საერთოდ უმნიშვნელოა. სახელებსა და გვარებს Deep State-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც უმნიშვნელოა მათთვის ადამიანი, პიროვნება. ისინი პასპორტით ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს განიხილავენ როგორც ინსტრუმენტს მათი ამოცანების შესრულების. არ იქნება ერთი, იქნება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ისევე როგორც ჰაერს არ დაელევა მტვრის ნაწილაკი, ჩვენს ქვეყანასაც არ დაელევა მოღალატეთა ახალი ნაკადი. სწორედ ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს და სამშვიდობოს კავა. პოროდ ძალას, რომელსაც საქართველოს დამონება, დამორჩილება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უნდა, არ აინტერესებს რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში. მათთვის მთავარია მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება და ქვეყანა წარსულში დააბრუნოს. ამ ღალატზე ხელის მომწერი ხალხი კი ქვეყანაში მუდმივად გამოჩნდება. აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, შექმნიან ახალ პარტიას და ყველა რესურს ახალი პარტიისკენ გადაისვრიან. გასამართლდება სააკაშვილი. პრობლემა არ არის. შექმნიან ახალ მორჩილ ლიდერს და მასზე დახარჯავენ ქართველი ხალხის მოსატყუებელ რესურსს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საზოგადოებას მინდა განსაკუთრებული სიფრთხილისა და გააზრებულად მოქმედებისკენ მოვუწოდო. მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგავისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა
სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ, რომელსაც ერთი შეხედვით კავშირი არ ექნება კრიმინალურ პოლიტიკურ ბანდასთან, მაგრამ ცხადია, ის იქნება სრულად დამორჩილებული deep state-ის და ომის პარტიის მითითებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სანამ ეს ძალა ბობოქრობს და მსოფლიოს დამონება სურს, ვერანაირი პარტიის და აგენტის განეიტრალება ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი. მთავარია ინფორმირებულობა, მათი ხაფანგების წინასწარ გამოცნობა და განეიტრალება, რაშიც ქართულ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება უკვე აქვს. და ბოლოს, არც თუ ისე სახარბიელო პროგნოზების მიუხედავად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ყავს პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება, რაც მთავარია, ყველა მათი ქმედება მიანიშნებს, რომ სრულ ინფორმაციას ფლობენ მიმდინარე მოვლენებზე და არათუ ინფორმაციის ანალიზის ძალიან კარგი უნარი აქვთ. ბოლო წლებში ხელისუფლება ქართულ საზოგადოებასაც დაეხმარა პროცესებში სრულყოფილად გარკვეულიყო. დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის რა ძალა ებრძვის საქართველოს. ამიტომ მწამს, რომ გლობალური ომის პარტიის გაუჩერებელი მცდელობების მიუხედავად კვლავ დაიმონონ საქართველო პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება ამ სირთულეებს. ქართველი ხალხის სახით იმხელა რესურსი და ენერგია აქვს, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი იგორ ბლაჟევიჩის ქართველი რადიკალებისთვის ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციით ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. მართველი გუნდისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს და უცხო ძალები ქვეყანაში რევოლუციური გზით მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას ცდილობს. ქართულ ოცნებაში პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციის წარუმატებელ მცდელობებს იხსენებენ და ოპოზიციის მორიგ მოსალოდნელ მარცხზე საუბრობენ. ბლაჟევიჩის რადიკალურ დაჯგუფებას რაც შეეხება, რასაც ის ატრენინგებს, პირველი არ არის, იმაქამდე იყო აკერმანის დაჯგუფება, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფება, რა ვიცი, ქართული არაფერი არ მოსწონს მოკლედ ამ ხალხს, არ ვიცი, ვერანაირად ინსპირაციას ვერ პოულობენ თუნდაც ქართულ პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ რომ უცხოელების მარიონეტები იყვნენ. კიდევ ერთხელ, ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების პროექტი და იცით თქვენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება ამ პროცესს, ასე რომ ყველაფერზე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შესაბამის ზომებსაც იღებს. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ის იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა ბლაჟევიჩი და სხვები და ამისი ეჭვი, რა თქმა უნდა, ძალიან რეალური არის. 1000 თავის გამართლება მოვისმინეთ, იყო თუ არა ბლაჟევიჩი მათი ტრენერი, არიგებდა თუ არა და აძლევდა თუ არა ინსტრუქციებს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ აგენტურას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ გაამჟღავნონ თავისი ტრენერი და იმ ინსტრუქციების მიმცემი, რომლის შესაბამისადაც ისინი მოქმედებენ, ეს აკერმანი იქნებოდა თუ ახლა ბლაჟევიჩი, არანაირად არ იცვლება საერთო მოცემულობა, ადგილობრივი აგენტურა ხელმძღვანელობს გარედან წამოსული მითითებებით, ხელმძღვანელობს იმ ინსტრუქციებით, რომელსაც გარედან უწერენ და სახელმძღვანელოებად აწვდიან, თუმცა კიდევ ერთხელ ვიცით, რომ ეს ინსტრუქციები არის წაგებული ომი მათთვის და ქართულმა ხალხმა ამ ყველაფერზე დიდი ხანია უკვე თქვა უარი. 70 სართულიანი მრავალფუნქციური ტრამპ-თაუერის მშენებლობა თბილისში ისტორიული მასშტაბის პროექტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის განმარტებით შტატების პრეზიდენტის ოჯახის უძრავი ქონების კომპანიის შემოსვლა საქართველოში ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებაცაა და ის ჩვენს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და პოზიტიური გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. ქართულ ოცნებაში ოპოზიციის ნეგატიურ ნარატივსაც უპასუხეს აქტივისტების ნაწილმა პროექტის დაკნინება სოციალურ ქსელში სცადა, როგორც სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, ოპონენტების ისტერია მხოლოდ მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნების დასტურია. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში. რაც ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საქართველო არის მშვიდობის და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება, შესაძაც ტრამპის კომპანია საკუთარ
სახელს, საკუთარ ბრენდს საქართველოში, ამ ბრენდი ჩემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს რაც არის, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში. Trump Tower-ის მშენებლობა არის ახალი სიტყვა ქართულ დეველოპმენტის სფეროში და რაც თავარია ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის და აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო, რომ საქართველოში როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი არის ძალიან კარგი პარტნიორი იმისთვის, რომ ასეთი მსხვილი და ხმაურიანი პროექტები განხორციელდეს და რომ საქართველო არის მშვიდობის გარანტი, მათ შორის ყველა ის საერთაშორისო გამოხმაურება სწორედ ამ ყველაფერზე საუბრობს. ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის პარტია პროგრესული ბულგარეთი ლიდერობს. ამორჩეველთა ხმების 60%-ის დათვლის შემდეგ პროგრესული ბულგარეთის კოალიციამ ხმების 45% მოიპოვა, რაც საკმარისია 240 ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 122 ადგილის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია სამორჩეველთა 13%-მა დაუჭირა მხარი. ბორისოვმა რადევს გამარჯვება უკვე მიულოცა. რუმენ რადევი 9 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ თანამდებობა იანვარში დატოვა, რათა პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურა წამოეყენებინა. რადევი ევროსკეპტიკოსად ფასდება, რომელმაც ევროკავშირს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ბულგარეთსა და უკრაინას შორის მარტში ხელმოწერილ 10 წლიან თავდაცვის შეთანხმებას. გარდა ამისა, ბოლო წლებში ბულგარეთში კოალიციური მმართველობის შედეგად პოლიტიკური კრიზისი იყო, კვირას ჩატარებული არჩევნები 5 წლის განმავლობაში მერვე არჩევნებია. 2021 წლიდან მოყოლებული პარლამენტში შექმნილი კოალიციები ერთ წელზე მეტხანს ვერ ძლებდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებზე ხელახლა არ წავიდეთ. ეს ბულგარეთისთვის დამანგრეველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი, რათა ბულგარეთს ყავდეს რეგულარული და სტაბილური მთავრობა. ახლა ევროპას სჭირდება კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული ქმედებები, განსაკუთრებით ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად მისი სამრეწველო სიძლიერისა და კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. ეს იქნება ბულგარეთის მთავარი წვლილი მის ევროპულ მისიაში. ბულგარეთში ჩატარებულ არჩევნებს აფასებენ სახელმწიფო გუნდში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ბულგარეთში ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს. მმართველი გუნდი ბრიუსელის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს იხსენებს, რომელიც საქართველოში ხელოვნურ კოალიციურ მმართველობას ისახავდა მიზნად. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ბრიუსელის მხრიდან იმ პირების პრორუსებად გამოცხადება, რომელიც მათ დღის წესრიგს არ იზიარებს, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან ბულგარეთთან ჩვენთვის ომხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტი არის შავ ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა და იმედია, რომ ასეც მოხდება. რაც შეეხება მის პოზიციებს, ეს ხო ნაცადი ხერხი არის, ხა ეს კინო ნანახი გვაქვს. ყველა ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და კრიტიკულ რაიმეს სიტყვის ხოლმე ბრიუსელზე, ან არ ეთანხმება რაიმე საკითხში, კრიტიკის გარეშეც უბრალოდ არ ეთანხმება რაღაცაში, ყველა შეერაცხება პრორუსად. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული. გაიხსენეთ ჩვენთან რა ისტერია ქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, ეს უნდა იყოს მიზანი, თითქოს კონსტიტუციური უმრავლესობა არის რაღაცა არ ვიცი, არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა, ეს არის არადემოკრატიული და კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. ბულგარეთში მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ მოწყვლადი იყო პოლიტიკური სიტუაცია. ბოლო 5 წლის მანძილზე 8 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ გამართული არჩევნები მოუტანს პოლიტიკურ სტაბილურობას ამ ქვეყანას. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმები დააგროვა და აქვს რეალური შანსი, რომ შექმნას კოალიცია, იმ იდეებს ემსახურება, რომელსაც სამწუხაროდ ევროკავშირის ბევრი ლიდერი და სახელმწიფო არ გულშემატკივრობდა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც წინააღმდეგი არის უკრაინაში მიმდინარე ომისა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მშობლების მოთხოვნა და რისკები, რომელსაც მოთხოვნილი მედიკამენტის გამოყენება შეიცავს. მმართველი გუნდი საერთაშორისო პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გამოინახოს მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომ პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მათი განმარტებით მედიკამენტის ეფექტურობა არათუ დადასტურებული არ არის. ექსპერტები იმ კვლევებზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც გარკვეულ შემთხვევებში მედიკამენტმა ლეტალური შედეგიც შესაძლოა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გასაგები არის მშობლების წუხელი და სურვილი, რომ იქნას გამონახული გზები მკურნალობისა, მეორე მხრივ არის რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ არ ავნო. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სახელმწიფოზეც და აქედან გამომდინარე, ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს. აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, საექიმო ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ და ამ ყველაფრისგან ქმნიან მათთვის საინტერესო სანახაობას. სახელმწიფო, ისევე როგორც სამინისტრო, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი გულშემატკივრობთ და გვერდით უდგავართ ყველა ადამიანს, ვისაც სახელმწიფოს ზრუნვა ჭირდება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც წამალი, რომელზეც მშობლებს განსაკუთრებულად აიმედებენ, არ აქვს განსაკუთრებული დადასტურება მისი ეფექტიანობის და მათ შორის არის საკმაოდ ბევრი რისკებთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მიღებული და აღიარებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ყოველგვარი და ყველანაირი სიფრთხილე გამოჩენილი იმისთვის, რომ ჩვენი ზრუნვა არ იყოს გადაქცეული პირიქით ნეგატიურ შედეგად. სიძულვილის ენა და ქართველი სპორტსმენების ბულინგი ოპოზიციის პროპაგანდისტების მხრიდან დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში სპორტსმენებს უღირსებად მოიხსენიებს. როგორც ირკვევა, ნებიერიძე გაღიზიანებულია იმით, რომ სპორტსმენები ოპოზიციის ორგანიზებულ პროტესტში არ მონაწილეობენ. სიძულვილის ენით საუბარს და ბულინგს ხმობენ სახელმწიფო გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც თავს პროევროპელებად მოიხსენიებენ, ზიზღს აფრქვევენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა საქართველოში შეძლო, რომ საკუთარი თავის ზიზღთან, ძალადობასთან, ანტიქართულობასთან დააკავშირა. უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ. სამაგალითო მოქალაქეები კი არა, ფარჩაკები და ხართ. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ და ხალხიც ფეხებზე გკიდიათ და სახელმწიფოც. იმიტომ რომ თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრებით და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროსმედლებით და ფულით ჯიბე გამოსებული კაცუნები ხართ. ახლოსაც არ დგახართ ვაჟკაცობასთან. დღეს ის ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. აი ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს ძალადობას შორის. ეს შეძლო ბრჭყალებში ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტიქართულობასთან. ასე რომ პასუხის მე მგონი პასუხის ღირსიც არ არის. პასუხი ასეთ ადამიანებს და ასეთ განცხადებებს პასუხს საბოლოო ჯამში ხალხი ადრებს ყველაზე კარგად. ისინი ცდილობენ, რომ აი ჩვენი საზოგადოების აი ყველა ჯგუფი რაღაცნაირად ორ ნაწილად გახლიჩო. როდესაც ქართველი სპორტსმენი წარმატებას აღწევს ხო საერთაშორისო არენაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს სპორტსმენი რა პოლიტიკური შეხედულები შეიძლება იყოს. ეხლა ზოგადად მე რასაც ხედავ, ყოველთვის სპორტსმენები ერიდებიან ამ პოლიტიკურ არსებული მდგომარეობის გამო რაღაც აი პოლიტიკური კუთვნილების მიმართ რაღაც თავის წარმოჩენას, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? თავარი არის, რომ კიდევ ერთი ესე ვთქვათ მედალი მიიღოს საქართველოს საერთაშორისო არენაზე და ეს უნდა გიხაროდეს. მაგრამ როდესაც ეს არ გიხარია, ამით შენ წარმოაჩენ შენს თავს ამდაგვარად, რომ ხარ ესეთი რადიკალურად რაღაც განწყობილი ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს არც ესე ვთქვათ გამარჯვება, არც არ არსებობს ქვეყნის ინტერესი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი შტატებში დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციამ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების, სიღარიბის დაძლევის გზები, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება, აჩვენებს ძლიერ მაჩვენებლებს და ინარჩუნებს მაღალ მდგრადობას როგორც რეგიონული, ისე გლობალური გაურკვევლობის ფონზე. პარალელურად შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან და საინვესტიციო კომპანიებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გამოვყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, მათ შორის ჩვენი რეგიონალური დირექტორატის ხელმძღვანელობასთან, რომ ძალიან წინ არის წამოწეული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან კარგ პლატფორმას გვთავაზობს ჩვენ ამისთვის. ასევე ვისარგებლე შემთხვევით და მქონდა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩემს კოლეგასთან, გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან. საყოველთაო შეფასებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა თავისი ეკონომიკური სტაბილურობით, თავისი პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით. ჩვენ მიმოვიხილეთ ის პოტენციური პროექტები, რომლებზეც ჩვენ მუშაობას დავიწყებ უკვე უახლოეს კვირეებში. მომდევნო კვირეებში ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები ახალ პროექტებთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ რამოდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე უშუალოდ პროექტების დამტკიცების ეტაპზეც გადავიდეთ. იმ პირობებში, როდესაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო და შესაბამისად ეკონომიკა, პრაქტიკულად გამოდის, რომ საქართველო ამ სესიის ფარგლებში წარმოაჩენს იმ სამაგალითო მოდელს, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, სრული შემთხვევაში დანერგონ თავის შიდა პოლიტიკაში ეკონომიკური, საფინანსო, სავაჭრო და სავალუტო მიმართულებით. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ასევე ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას ამ უკიდურესად турბულენტურ და გაურკვეველ პერიოდში. ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეკონომიკა ასე კარგად ვითარდება, აჩვენებს ძლიერ მაჩვენებლებს და ინარჩუნებს მაღალ მდგრადობას როგორც რეგიონული, ისე გლობალური გაურკვევლობის ფონზე. პოზიტიური ტენდენციები საქართველოს საგარეო ვაჭრობაში. 2026 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. კერძოდ, პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა $1.120 მილიარდს აღემატება. ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა მარტშიც. გაზრდილ მონაცემებს სწორდა თანამედროვე პოლიტიკას უკავშირება მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. მარტის თვეში გრძელდება პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. ხაზგასასმელია ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც მარტის თვეში რეკორდულია და ფაქტობრივად ექსპორტის დაახლოებით 83%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ექსპორტის მოცულობა $463 მილიონ აჭარბებს. ასევე რეკორდულია იანვარ-მარტის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რომელშიც დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა $1.120 მილიონ აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების მიხედვით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. მეორეს მხრივ აღნიშნული პოლიტიკა საშუალებას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს, როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე მეწარმეებს, რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოთ. კვლევებიდან შედეგებამდე პატენტების როლი ახალი ტექნოლოგიების გავრცელებასა და გამოყენებაში, ასე ხვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. კონფერენცია ეძღვნება იმას, თუ როგორ შეიძლება სამეცნიერო კვლევების შედეგები რეალურ პროდუქტებად იქცეს და რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას თანამედროვე ეკონომიკაში. კონფერენციაში მონაწილეობს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. ღონისძიების გახსნამდე ანტონიო კამპინოსი საკპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიქანაძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პატენტი წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის პროგნოზირებად და სანდო გარემოს
ინოვატორებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის. საპატენტო სისტემა არ ემსახურება მხოლოდ უფლებების მინიჭებას, იგი ასევე წარმოადგენს ტექნიკური ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვან წყაროს, რადგან საპატენტო დაცვის სანაცვლოდ ხდება გამოგონების სავალდებულო გამჟღავნება, რაც ქმნის ღია ტექნიკურ ბაზას ინოვაციების შემდგომი განვითარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის. ტექნოლოგიების გადაცემა, უცხოური ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიების განვითარება დამოკიდებულია ძლიერ კვლევაზე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალებსა და მყარ სამართლებრივ ჩარჩოებზე. პატენტები და ჩვენი ვალიდაციის შეთანხმება სამართლებრივი სიცხადისა და პროგნოზირებადობის, ასევე მკაფიო პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფით ხელს უწყობს მკვლევარებს, უნივერსიტეტებს, მცირე საშუალო და დიდ ბიზნესსა და ინდივიდუალურ გამომგონებლებს, რომ იდეები გადაიტანონ ლაბორატორიიდან ბაზარზე. პატენტი ეს არის უმნიშვნელოვანესი გამომგონებლებისა და ინვესტორებისათვის. პატენტი ეს არის მთავარი დამადასტურებელი ნებისმიერი გამოგონებისა და ახალი ტექნოლოგიებისთვის. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩვენ მრავალმხრივი რეფორმა განვახორციელეთ, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით დამთავრებული ინფორმაციული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, რის შედეგადაც ჩვენ მივახციეთ უკვე 2024 წელს, რომ საქართველოში მივიღეთ ევროპული პატენტის ვალიდაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული პატენტი ისეთივე ვალიდურია საქართველოში, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ხოლო უკვე გასულ წელს დეკემბერში ჩვენ მიმართეთ ევროპის საპატენტო უწყებას საქართველოს წევრობის თხოვნით და 4 თვის შემდეგ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ნათელი და მკაფიო გამოხატულება ერთი მხრივ იმ რეფორმების სწორად ობიექტურად შეფასებისა და აღიარების. კონფერენცია, რომელიც ახლა იმართებოდა, სადაც ევროპის საპატენტო ორგანიზაციის პრეზიდენტი გსტუმრობს, არის ნამდვილად დადასტურება იმისა, რომ საკპატენტო და მთლიანად ჩვენი ქართული სისტემა არის ევროპული საპატენტო სისტემის ნაწილი. რა თქმა უნდა, პატენტის კომერციალიზაცია და მისი დაცვა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიდან დაწყებული მისი რეალურად აღსრულების ნაწილშიც ჩვენ ძალიან კარგი პოზიციონირება გვიკავია, ამიტომ დღევანდელი კონფერენცია ალბათ კიდევ უფრო მეტ საინტერესო იდეებს წარმოშობს. ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. პოლიციამ რუსთავში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 1007 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ეგრეთ წოდებული ბიო ამოიღო. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტროსასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს ყოველო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.